ლექციის თემა გახლავთ PowerPoint-ი, ანუ საუბარია პროგრამაზე, რომელიც ქმნის საპრეზენტაციო მასალას. პროგრამა PowerPoint-ი ისეთივეა, როგორც Microsoft Office-ის სხვა ნებისმიერი პროგრამა, ის შედგება ჩვეულებრივ მენიუსაგან, ანუ რიბონებისაგან, Office-ის ბატონისაგან, Quick Access-ის ღილაკებისაგან, დახურვის მინიმიზაციის და მაქსიმიზაციის ღილაკებისგან. მისი გამოძახება ხდება Start menu-დან, All Programs და მე Microsoft Office PowerPoint-ი. როგორც უკვე გითხარით, მისი დანიშნულება არის საპრეზენტაციო მასალის შექმნა და საპრეზენტაციო მასალის შექმნა იწყება ფაილის სახელით, ასე ვთქვათ, რომელსაც ქვია presentation 1. Word-ის შემთხვევაში გვქონდა document 1, ახლა გვაქვს presentation 1. როგორც ხედავთ, პირველი საპრეზენტაციო ფაილი, რომელსაც ჩვენ ვქმნით, იხსნება აი ამ რეჟიმში. ეკრანზე მოცემულია ყველაფერი ის ზემოთა ნაწილში, რაც ჩვენ Office Word-ის შემთხვევაში გვქონდა, მე ვსაუბრობ სტრუქტურაზე. და თვითონ სამუშაო არეკი დაყოფილია სამ ნაწილად. მარცხენა მხარეს მოთავსებულია სლაიდები და სლაიდების ჩამონათვალი, ასე ვთქვათ, შიდა ნაწილში მოთავსებულია უშუალოდ არჩეული სლაიდის ინფორმაცია, ხოლო თითოეული სლაიდის ბოლოში არის click to add note. ნოუთებისათვის, ანუ შენიშვნების ჩასაწერი ადგილი, კომენტარების გასაკეთებელი ადგილი. ამაზე ცოტა დაწვრილებით და მოგვიანებით ვისაუბრებთ. რაც შეეხება თითოეულ სლაიდს და home menu-ს, გავიმხილოთ ახლა შემდეგნაირად. სლაიდი, რომელსაც ვქმნით, როგორც ხედავთ, აწერია click to add title, click to add subtitle. მასზე ხელის დაჭერის დროს თქვენ შეგიძლიათ დაარქვათ სათაური. მაგალითად, პირველი ლექცია. და ავტორი დაუშვათ გახლავთ გიორგი დათუკიშვილი. შემდეგი სლაიდი იქმნება არა Ctrl+N ღილაკით, არამედ Ctrl+M ღილაკით, ანუ Ctrl+M-ი და გამოდის ახალი სლაიდი, რომელსაც აქვს უკვე სათაურის ზოლი და ჩამონათვალის გასაკეთებელი ან რომელიმე გრაფიკული ობიექტის ჩასასმელი არე. თუმცა შეგვიძლია ჩვენ სლაიდის ჩასმის შემდეგ მისი layout-ი, ანუ განლაგება შევცვალოთ. layout-ი შეგვიძლია ავირჩიოთ, რომ გახდეს title slide-ი, ისევ title and content-ი, section დავუშვათ header-ი, to content-ი და ასე შემდეგ. ან ჩვენი თვითონ ავირჩიოთ blank-ი და ხელით შევქმნათ ჩვენთვის სასურველი განლაგების სლაიდი. ასევე არჩევის დროს, როდესაც new slides ვირჩევთ, შეგვიძლია ავირჩიოთ რომელიმე ჩვენთვის სასურველი ვარიანტი და კონკრეტულად პირდაპირ ის ვარიანტი ჩავსვათ. რაც შეეხება სლაიდის წაშლას, მარჯვენა ღილაკით ჩვეულებრივ შეგვიძლია გამოვიძახოთ მენიუ და მივცეთ დავუშვათ ბრძანება delete slide-ი, იმ შემთხვევაში თუ გვინდა მისი წაშლა, duplicate slide-ი თუ გვინდა გაურება მისი, cut-ი და copy ცხადია ვიცით რას ნიშნავს, ასევე გვაქვს ბრძანება delete-ი გარედან და აიშლება ეს slide-ი. მეორე slide-ი იყოს შინაარსი. და ჩამონათვალი გავაკეთოთ რაღაცა ნებისმიერი, მაგალითად პირველი, მეორე, მესამე თემები. და როგორც ხედავთ, უკვე პრეზენტაციამ დაიწყო, ასე ვთქვათ, შექმნა და ნელ-ნელა შეიქმნება სლაიდები. აქვე ტექსტზე მუშაობის დროს თუ მოვნიშნავთ ტექსტ, შეგვიძლია მოუმატოთ ფონტი, დავაკლოთ, შევცვალოთ მისი დაწერის სტილი, გავაბოლდოთ, ხაზი გავუშვათ, ჭრილი გავუკეთოთ და ასე შემდეგ. ის სტანდარტული ბრძანებები, რაც გვაქვს Word-ში. ასევე ჩამონათვალი გავაკეთოთ სხვანაირი, ან გავაკეთოთ ჩამონათვალი, რიც უკვე ციფრების სახით. ასევე გვაქვს მარცხნივ, მარჯვნივ, შუაში გასწორება ორივე მხარეს, სვეტებად ქცევა, რამდენიმე სვეტად, ტექსტის მიმართულების დაყენება, ასევე გვაქვს სად განთავსდეს, ანუ მოცემულ არეში, თავში, ბოლოში თუ შუაში, აი მაგალითად შუაში, ან ავირჩიოთ ბოლოში ტექსტი მოცემულ არეში. ასევე არის convert to smart-ი და აი ამ უკვე აკრეფილი ტექსტის გადაყვანა ავტომატურად შეგიძლიათ უფრო ლამაზ ვარიანტად, ასე მაგალითად შეგვიძლია ავირჩიოთ აი ესეთი ვარიანტი და როგორც ხედავთ, გამოვიდა პირველი, მეორე და მესამე არჩეული, ასე ვთქვათ, smart art-ი, სადაც ასევე ხელით შეგიძლიათ შექმნათ მეოთხე, მაგალითად მეოთხე და ასე შემდეგ. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოთ, რა ეს ხელით შესაქმნელი არე თუ არ ჩანს, მაშინ text pane-დან შეგიძლიათ გამოაჩინოთ.
text pane-ზე დაჭერის დროს ის გამოჩნდება. ასევე არის ბრძანება add shape after, add shape before და კიდე ერთი დაემატება. მონიშნულ სურათის ნაწილზე ორჯერ ჩქარა დავაკლიკებთ, გამოვა ფანჯარა, ავირჩევთ რაიმე სურათს და როგორც ხედავთ, სწორედ აქ ჩაჯდება უკვე კონკრეტული სურათები. და ჩამონათვალზე ბევრად უფრო ლამაზი და აღსაქმელი გახლავთ აი ეს ვარიანტი. ვიდრე ის რაც ჩვენ მქონდა გაკეთებული. ამის გარდა ახალ სლაიდზე თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ დაუშვათ blank კატეგორია და აირჩიოთ რომელიმე shape და უბრალოდ ეს shape დახაზოთ თქვენთვის თქვენთვის სასურველი ვარიანტი. ფორმატიდან შეუცვალოთ ის პარამეტრები, რაც იცვლებოდა Word-ის შემთხვევაში და მოახდინოთ მისი ცვლილებები. მაგალითად აირჩიოთ დაუშვათ ყვითელი ფერის და ასე შემდეგ. გვაქვს ჩვენ ასევე home menu-ში ბრძანება find ბრძანებით შეგიძლიათ მოძებნოთ ტექსტი დოკუმენტში ან replace ბრძანებით ამოირჩიოთ ტექსტი და შეცვალოთ რაღაცით. ასევე ძალიან საინტერესოა replace ბრძანებაში replace font-ი, სადაც თქვენ შეგიძლიათ მთელს დოკუმენტში არსებული რაღაცა კონკრეტული ფონტი ყველა სლაიდზე ავტომატურად სწრაფად შეცვალოთ. ჩამოშლილ მენიუში უცებ აირჩევთ რომელიმე სხვა ბრძანებას და ის ავტომატურად შეიცვლება. რომელიმე სხვა ფონტს და ავტომატურად შეიცვლება. რაც შეეხება შემდეგ მენიუს, ეს გახლავთ menu insert-ი. insert menu-ში გვაქვს ბრძანება table, რომელიც ჩვენ Word-ში განვიხილეთ, მოვნიშნავთ tables, ავირჩევთ ჩვენთვის სასურველ რაოდენობას სვეტების და სტრიქონების, ავირჩევთ ჩვენთვის სასურველ სტილებს, სტილებზე გავააქტიურებთ ან გამოვთავთ რომელიმე კონკრეტულ ნაწილებზე იმოქმედოს თუ არა ამ სტილმა. ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ quick style, მაგალითად არსებულში აირჩიოთ დამწერლობა. ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ ბორდერი, როგორი იყოს, რომ დახაზოთ drawing-ი ბორდერის და შეგიძლიათ დახაზოთ ეს კონკრეტული ბორდერები, ასე ვთქვათ. და layout-ში ცხადია დაამატოთ ან გამოაკლოთ ან მარჯვნივ მარცხნივ და ასე შემდეგ სვეტების და სტრიქონების რაოდენობა. ტექსტი განათავსოთ შუაში, მარჯვნივ მარცხნივ, ზემოთ, ქვემოთ, მიმართულება ტექსტის შეცვალოთ და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს ჩვენ უკვე განვიხილეთ Word-ის პროგრამაში. ასევე insert menu-ში არის შემდეგი ბრძანება insert picture. Picture-ის გამოძახებისას სვავთ სურათს და ის დგება ჩვეულებრივ იმ ხელაზე, რამ ხელას გახლავთ სურათი. ის თუ ძალიან დიდია, უნდა დააპატარავოთ, თუ პატარა, პირიქით უნდა გაზარდოთ. ასევე ფონტებს, ფორმებს, რომელსაც თქვენ გნებავთ, ისეც აირჩევთ სურათის სტილს და ის სურათი დაჯდება ამ კონკრეტულ სტილზე. გარდა ამისა, არის ბრძანება insert photo album. მისი არჩევის დროს თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ ის ყველა სურათი, რაც გინდათ გამოიყენოთ, მისცეთ ბრძანება insert-ი, განათავსოთ პირველი, მეორე და ასე შემდეგ, მათ შეუცვალოთ ადგილები. მისცეთ fix to slide, ანუ რომ მთელ სლაიდზე დაიკავდეს, ორი სლაიდი, მაგალითად რომ ორი სლაიდი განთავსდეს, იყოს მოდით პირველი ვარიანტი fix to slide, მივცეთ create და როგორც ხედავთ, შეიქმნა ახალი ფაილი, სადაც საპრეზენტაციო მასალა არის განთავსებული პირდაპირ მთლიანად ფაილის პრეზენტაციის სლაიდის ზომაზე. ანუ ვგულისხმობ, რომ თვითონ სლაიდი რამ ხელაც არის, იმ ხელაზე დაიკავა ეს ამ ფოტომ ადგილი. იმიტომ რომ იყო ბრძანება fit to slide. სინამდვილეში კი ის ამ ხელა ზომის არის და იყო გაწელილი. ასევე დიდი ზომის სლაიდები დადგებიან ჩვეულებრივ სტანდარტულ ზომაზე. ეხლა დავხურავ ამ ფაილს, არ შევინახავ, იმიტომ რომ ეს არ მჭირდება. ასევე დავხურავ ამ სლაიდს, არ მჭირდება და მოდით ვნახოთ შემდეგი სლაიდები. ჩვენ გვაქვს მაგალითად რაღაცა კონკრეტული ასეთი სტილის სლაიდები და ამ სტილის სლაიდებზე მინდა გავაკეთოთ შემდეგი რამ. მაგალითად ჩავსვათ shape. Shape-ის ჩასმა მე უკვე ავხსენი, როგორც არის, ანუ იძახებთ რომელიმეს, ეს იგივე რაც გარეთ home menu-დან. ამოძახების შემდეგ ხატავთ shapes და ვიღებთ მას ეკრანზე. ასევე შესაძლებელია, რომ თქვენ გააკეთოთ smart art-ი. უკვე დამოუკიდებლად გამოიძახოთ სხვა კატეგორიის smart art-ი, ასე მაგალითად ესეთი. text pane-ის დახმარებით აკრიფოთ მაგალითად 1 აქ უბრალოდ 2 ანუ ეს 2-ია 2 შემდეგ 3 და 3 მაგალითად ხედავთ რომ მივიღეთ ესეთი smart art-ი ხო აქვე შესაძლებელია რომ shift tab-ით 1 გამოიტანოთ და უკვე ცალკე დამოუკიდებელი ჩანართი გახდა ასე რომ აქ მოქმედებს tab-ი და shift tab-ი ბრძანებები და როგორც ბულეტებს ისე აწყობთ და ის ავტომატურად smart art-ზე აისახება
ასევე შემდეგი ბრძანება გახლავთ insert menu-ში ბრძანება chart-ი. Chart-ის დამუშავებისას ჩვენ უბრალოდ მარტივ მაგალითს განვიხილავთ, იმიტომ რომ შემდგომში Excel-ში უნდა ვისწავლოთ chart-ებზე მუშაობა და პარალელურად შემდეგ შემოტანასაც გავარჩევთ. გამოძახების დროს chart-ისას ერთ-ერთი ტიპისას იხსნება Excel-ის ფანჯარა. Excel-ის ფანჯარაში არის მოცემული ბზა შაბლონი. შაბლონი შეგიძლიათ შეცვალოთ, მაგალითად დაწეროთ CSB, დავუშვათ CSL, CSM და CSH მაგალითად. მათ აქ მოცემული დავუშვათ პირველი კურსი, მეორე კურსი და მესამე კურსი. და სტუდენტების რაოდენობა, პირობითად ესე ვთქვათ, და როგორც ხედავთ, მონაცემების შესაბამისად აისახა chart-ის სახით. დაიყურება ეს ფანჯარა და ეს chart-ი დარჩება, რომ CSB-ში ეს მდგომარეობა, CSL-ში ეს, CSM-ში ეს და CSH-ში ეს. მოკლედ, შედეგების გამოსაჩენად გახლავთ სწორედ chart-ები, ოღონდ როგორც ვიმეორებ, დაწვრილებით ჩვენ ამას განვიხილავთ Excel-ის პროგრამაში. შემდეგი ბრძანება გახლავთ უკვე ჩასმა hyperlink-ის და action-ის. მოდით დავწეროთ ტექსტი, მაგალითად გიორგი. მოვნიშნოთ ტექსტი, ავირჩიოთ ბრძანება hyperlink-ი, მივუთითოთ რომ I am file-ის დოკუმენტში ავირჩიოთ მაგალითად შინაარსის გვერდი, OK და უკვე როდესაც ეს სლაიდი გაეშვება, ავტომატურად გადავა იმ გვერდზე. მოდით ვნახოთ slideshow-ში from current slide და აი მაუსის მიტანის დროს და დაჭერისას გადადის პირდაპირ აი ამ გვერდზე. ხოლო რაც შეეხება მეორე ვარიანტს, ეს მეორე ვარიანტი კი გახლავთ უკვე არსებული ობიექტის shape-ის ნებისმიერი რამის, მაგალითად ჩავსვათ shape-ი, გავუკეთოთ smile-ი, დავხატოთ და აი ამ smile-ზე შეგვიძლია დავადოთ ასევე action-ი. მაუს კლიკზე თუ მაუს over-ზე, ანუ გადატანა მაუსის Z თავზე უბრალოდ თუ დაკლიკება, იყოს დაკლიკებით, hyperlink-ი და აჩვენოს მაგალითად other PowerPoint presentation-ი, other slide-ი, URL-ი, ანუ რაიმე მისამართი slide-ი, custom show, end show, თუ ნებისმიერი რამ, ან მაგალითად პირველი slide-ი, play sound-ი და მივცეთ რომ იყოს applause, OK და მოდით გავუშვათ slideshow-დან from current slide-ი. მაუსის მიტანის დროს და ხელის დაჭერისას გაისმება აპლოდისმენტების ხმა და გაიხსნება პირველი გვერდი პრეზენტაციის. ანუ action ფუნქცია შესრულდება. ამის გარდა გვაქვს ჩვენ კიდევ სხვა დამატებითი ფუნქციები, ასე მაგალითად insert menu-ში ბრძანება text box-ი. text box-ის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ სამუშაო არე, სადაც ტექსტ ჩაწერთ, ეს ერთი. მეორე ბრძანება გახლავთ header-ი და footer-ი, სადაც ფანჯრის გამოძახებისას გვაქვს slide-ების header-ი და footer-ი ცალკე, ხოლო note-ების და handout-ების ცალკე. slide-ებში თქვენ აირჩევთ date and times, მაგალითად თარიღი, ის ჩაჯდება ქვედა ნაწილში. შემდეგ შეგიძლიათ მისცეთ slide number-ი მარჯვენა ნაწილში და footer ტექსტი შუა ნაწილში. Don't show on title slide ნიშნავს რომ ის არ გამოჩნდეს პირველ გვერდზე. ბრძანება apply all-ით აყენდება ეს პარამეტრები ყველა სლაიდზე, ხოლო all ფუნქციით კი დაყენდება მხოლოდ ერთ სლაიდზე. რაც შეეხება ბრძანებას slide notes and handout-ები, ამ შემთხვევაში ის ყენდება მხოლოდ note-ებისა და handout-ების ნაწილზე. გამოვდივარ აქედან, ვუბრუნდები ბრძანებას, რომელსაც ქვია date and word art-ი და ეს ჩვენ განხილული გვაქვს Word-ში. შემდეგ გვაქვს date and time-ი, სადაც ხედავთ, რომ იგივე ფანჯარა გამოდის, ხოლო თუ ტექსტის დაწერის რეჟიმში ხართ, ამ დროს უკვე გამოდის ჩანართი, რომელიც წააგავს Word-ის პროგრამას, ჩაჯდა აი ესეთი ფორმით. Slide number იძახებს ასევე headers და footer-ის ფანჯარას. და გვაქვს კიდევ ბრძანება სიმბოლი, რომელიც ტექსტზე მუშაობის დროს იძახებთ სიმბოლ ფუნქციას, ჯდება ეს კონკრეტული სიმბოლო და როგორც ხედავთ, ჩაინიშნა ეს სიმბოლო. მისი ზომის გაზრდაც შესაძლებელია, ასე მაგალითად გაზრდით ზომას ის გაიზრდება და მიიღებს ამხელა ზომას. ასევე ჩვენ შეგვიძლია ნახოთ insert ფუნქციაში ბრძანება sound-ი. ნუ იგივე რაც movie პრინციპში, უბრალოდ მე ვიდეო ფაილი არ მაქვს ამ წუთას, sound-ი, ჩავსვათ რაიმე sound-ი, ასე მაგალითად რევაზ ლაღიძე, ავტომატიკალი მივცეთ და არა when click-ი და როგორც კი ეს სლაიდი გაიხსნება, მუსიკა დაიწყება. Hide during show ნიშნავს, რომ აი ეს სიმბოლო არ გამოჩნდეს და loop until stop-ით ნიშნავს, რომ სანამ არ დამთავრდება, მანამდე იყოს მუსიკა. ხმას ვეუბნები, რომ იყოს high, დაეკლიკებისთანავე, გახსნისთანავე გაიხსნეს, ან დაკლიკებისთანავე, ან ამ სლაიდის შემდეგ. მე ვეუბნები, რომ იყოს ავტომატურად. ეხლავე გაეშვას ეს მუსიკა. და მოდით ვნახოთ რა არის ჩვენი შედეგი.
მუსიკაც დაიწყო და შესაბამისად სანამ არ გადავალთ ახალ სლაიდზე ეს მუსიკაც იქნება. მაგრამ თუ არ გადავალთ, სანამ მუსიკა არ დამთავრდება, ასე ვთქვათ, მე ხელახლა დაიწყებს ისევ, მანამდე არ შეწყდება. კარგით. ეხლა რაც შეეხება ამ insert menu-საც, ამითი insert menu-ს დასრულებულია. მოდით გადავიდეთ ეხლა design menu-ზე და ვნახოთ რა ხდება. design menu-ში ჩვენ გვაქვს ნაწილი, სადაც თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სლაიდების ორიენტაცია ან page setup-ი, რომელსაც როგორც წესი არ ვიყენებთ, იმიტომ რომ საპრეზენტაციო მასალა მუდმივად გადის ეკრანზე და ჩვენ მისი სხვა ვარიანტია პრინციპში არც გვჭირდება. slide orientation-ით შესაბამისად უნდა იყოს landscape-ი. ვირჩევთ ჩვენთვის სასურველ designs, რომელსაც ვაკლიკებთ და მთელი დიზაინი ამ დიზაინზე ეწყობა, ან თუ გინდა მარჯვენა ღილაკი და მხოლოდ apply to selected slides, ანუ არა ყველა სლაიდი და მარტო ეს სლაიდი ხდება ამ დიზაინის. რაც შეეხება color scheme-ები, აქ არსებობს სხვადასხვა ფერების ვარიანტები და შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ფერების ვარიანტი. მოდით ვნახოთ უშუალოდ სხვა დიზაინი. აი აქ მაგალითად ავირჩიოთ ესეთი, Ctrl+M-ი, როგორც ხედავთ და ავირჩიოთ შესაბამისად სხვადასხვა დიზაინი. ასე მაგალითად აი ესეთი. თუ ავირჩიეთ ეს დიზაინი, ხედავთ რომ ყველა გახდება ამ ფერის. მაგალითად ესეთი დიზაინის არსებობის შემთხვევაში და ფერების შერჩევისას, როგორც ხედავთ, ფერები იცვლება და სხვადასხვანაირად დგება. აქვე მარჯვენა ღილაკით apply to all slide, apply to selected slide. ნუ იყოს all slides მაგალითად. მაგრამ თუ მივცემთ ჩვენ hide background graphics, ის დამალავს აი ამ background-ის, ასე ვთქვათ, გრაფიკებს. აი ამ სლაიდზე მაგალითად ნახეთ hide background slide და დაიმალა არა ფონი მთლიანად სლაიდის, არამედ მხოლოდ აი ეს გრაფიკული ობიექტი, რაც ზედ არის ჩასმული. ასევე არის ბრძანება background სტილი, სადაც ირჩევთ სხვადასხვა სტილს background-ისას ნებისმიერს, როგორც მოგწონთ, ან format background style, სადაც უთითებთ ერთ კონკრეტულ ფერს, მაგალითად gradients და უთითებთ სხვადასხვა ფერებს, picture or texture, ანუ ირჩევთ როგორც ტექსტურას, როგორი იყოს, ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ ფაილი, რომ ფონად ეს იყოს, დააწვევით apply to all-ს დაუშვათ და ის დადგება ყველა სლაიდისათვის. ან picture-ში შეგიძლიათ აირჩიოთ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, გრადაციები და ნახავთ, რომ აი ეს ვარდისფერი ტონალობა დავსვით და ამ სურათაც მიიღოს სწორედ ვარდისფერი ტონალობა. ამითი პირველი 3 რიბონი დავასრულოთ, შემდეგ თავში გავარჩიოთ animation-ი და სხვა დანარჩენი რიბონებიც. ანამდე მოამზადეთ სავარჯიშოები, ანუ თქვენ თვითონ შექმნით სხვადასხვა მარტივი პრეზენტაციები.